ახლახანს ქართველი კურიერების ხარდასაჭერი კამპანია რო იყო, არ გამოიძახო არა ქართველი კურიერიო. იმიტომ რომ გაივსო ეს საკურიერო კომპანიები 1000 ჩამოხვეტილი ბინძური რასის ხალხით. ინდოელებიო, პაკისტანელებიო, ზანგებიო და ასეთ რაღაცებით. და დააგდო კომპანიებმა ასე ეკუთვნოდა ის სარგებელი რაც ჰქონდა კურიერებს და შემოსავლის გარეშე დარჩა ხალხი ქართველი კურიერები. და დაიწყო მოკლედ ეს კამპანია. და მაშინვე სალიბერასტეთმა ატეხა ერთი ამბავი, რომ ესო არისო ქსენოფობიაო, რასიზმიო, ნაციზმიო, შოვინიზმიო და არგუმენტად და მაგალითად მოყავდათ, აი ქართველები რო ვართო წასულებიო ემიგრაციაში და მუშაობთო, ჩვენცო ასე მოგვექცენ, კარგი იქნებაო და ასეთ რაღაცა სისულელები მოყავდათ მაგალითებად. წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ ქართველები მაქსიმუმ რამდენი ვიქნებით გასული მილიონი, ალბათ 1.200.000, ყველაზე მეტი, ხო? 8 მილიარდიან პლანეტაზე. და ჩვენთან 4 მილიონიან ქვეყანაში, სადაც 1.300.000 ვართ მარტო თუნდაც ქართველი დარჩენილი, თითქმის მილიონამდე არალეგალი და ვიღაცა უცხო ჯიში და ჯილაგი რომ იმუშავებს და კონკურენციას გაგიწევს, ამათი შედარება შეიძლება? აი ეს ამათ შორის პარალელის გავლება შეიძლება? და ესე ქართველებს ხარდაჭერა რო გამოუცხადეთ, რა ამბავი ატეხეს. თან გაიხსენეთ აბა აი ეს კურიერები აქციები რო დაიწყო, ამ სალიბერასტეთის აქციები რო დაიწყო თავიდან. იქ ხარდაჭერა რო გამოუცხადეთ, გახსოვთ, მოტოციკლეტებით რო ჩამოიარეს და ბაიკერებმა ხარდაჭერა გამოხატესო. ჯერ ერთი რა ის ბაიკერები. ბაიკერი შეიძლება გრამატიკულად განმარტება სწორია, მაგრამ ბაიკერი საერთოდ სხვა მცნებაა. ბაიკერი არის წესდება და თავისი წესი და თავისი ოჯახები არიან და საერთოდ ბაიკერები სხვა ვიღაცები არიან. ეგენ რა ბაიკერები კაცო იყვნენ, კურიერები, ჩოლებები. და მოკლედ ხო რა მნიშვნელობა აქვს ახლა მაგას. გამოუცხადეთ ხარდაჭერა. და აი რო გაუჭიდათ ამ კურიერებს და ქართველი ხალხის ხარდაჭერა დაჭიდათ, აი რითი შეუბრუნეს. შაურმაში გაცვალეს ხალხი. კი, შაურმაში გაცვალეს აი ეს ამდენი კურიერები. ერთსა შაურმაში თუ რამდენი რა მნიშვნელობა აქვს. აი ასე გადაუხადა სალიბერასტეთმა ქართველ კურიერებს ის რაც ხარდაჭერა გამოუცხადეთ. ვარესის ღირსების ხარ. შეიძლება ყველა არ იყავით ის კურიერები, კაცო, ბაზარი არა, ყველას არ გამოგიცხადებიათ ხარდაჭერა, მაგრამ ბევრი ხო იყავით. აი მაგის ღირსები ხართ. შაურმაში გაცვალეს. იპრუწუნეთ ახლა აქციებზე მიდით.